Სამსაც მე ბიზნეს ივანიშვილის თამაშის წესებს გავიზიარებ, მე აღარ ვიქნები არც დეპუტატი და არც ოპოზიციონერი. ვიქნები ბიზნეს ივანიშვილისთვის რაღაც 91 დეპუტატი, ხო? ამიტომ სხვაზე რომ არ ვილაპარაკო, ჩემი თავის მაგალითით მინდა აგიხსნათ რაც გამომჩნდა რაციონალური. ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მოხვედით იყო ის, რომ იმ შიდა კინკლაობაზეც გესაუბრათ, რაც რა თქმა უნდა, ჩვენ არ ყვები ვაშაძესთან. არავითარ შემთხვევაში არ შედის ჩვენს გეგმებში, არ ჩემს გეგმებში, რომ საჯაროდ პასუხი გავცეთ იმ ჩემი გმაწმენით უბრალოდ უადგილო და არასაჭირო ბრალდებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ და დღესაც. ეს არაფრის შუაში არ არის. და ემსგავსება უბრალოდ საბაბის ძიებას. ვიღაცას თუ უნდა პლატფორმა შეიქმნას, სადაც ფეხს ადგამს, დადგება პლატფორმაზე და აი ამის შემდეგ იგი შევა პარლამენტში და საბაბად მოიყვანს რომელიმე მისთვის მიუღებელ პოლიტიკოს ან პოლიტიკურ პარტიას, ეს რა თქმა უნდა დამაჯერებელი უკვე არ არის და კიდევ უფრო მეტად არ იქნება დამაჯერებელი თუ ნებისმიერი პოლიტიკოსი შევა პარლამენტში და თავს გაიმართლებს იმით, რომ რომელიღაცა ოპოზიციონერი მას არ მოწონდა და მისი თამაშის წესები ჰქონდა თავს მოხეული და ამიტომ შევიდა პარლამენტში. ეს ხო ბავშვობაა. მამაღალი საუბრები თქვენ მართალია და ოპოზიციის ნაწილი გვიდასტურებს, რომ დღეს იყო კამერა. ჩვენ არ მოგვესმახ, მამაღალი საუბრები იყო გიორგი ვაშაძეს და თქვენ შორის, გვესმოდა თქვენი ხმებიც. ეს იყო პარლამენტში შესვლაზე და განცხადების დაწერაზე, თუ თქვენსა და გიორგი ვაშაძეს შორის ბოლო დროს გაკეთებულ არა, ეს არ ეხება და არანაირი საუბარი არ მინდა მე გუშინდელი გაკეთებული განცხადების ირგვლივ. ის რაც იყო გუშინ იმედია არ განმეორდება, იმიტომ რომ უბრალოდ უადგილო იყო და კონტექსტი ამოვარდნელი იყო. მოწონილ საზზე იყო მე ბეხის გავადა. ზეგ, ხომ არის ზეგ? პარასკევი დღე 11 დეკემბერი. ყველანი დავწმუნდებით, ვინ რჩება ოპოზიციაში და ვინ გადადის ქართულ ოცნებაში. ყოველდღე გაიმართებოდა აგრესიული იყო ნაციონალური მოძრაობის. მე ვიმედოვნებ, მე არ მინდა აღმოჩნდეს ერთი ოპოზიციონერი მაინც, ვინც შევა ქართული ოცნების რიგებში. არ მინდა, დიდი სურვილი მაქვს, ყველაფერს ვაკეთებდი მეგობრებთან ერთად, კოლეგებთან ერთად და ვაკეთებ, რომ ასეთი ადამიანი არ აღმოჩნდეს. იმიტომ რომ ის არ იქნება უბრალოდ ოპოზიციონერი, მეტიც არც ქართული ოცნების უფასოვანი წევრათაც არ ივარგებს, ხო? ის იქნება როგორც გუშინ თქვი, რაღაცა საგანი, პუფი, ალბათ რომელიც უკვე გახუნებულია, აი მზის ქვეშ, თაკარა მზის ქვეშ თუ დიდი ხანი დევს პუფი და გახუნდება. აი ასეთი იერსახე იქნება ნებისმიერ ოპოზიციონერს, ვინც იქ შევა. თვით განადგურების რეჟიმზე საკუთარ თავს იმედია არ გადაიყვანენ. მე მინდა რომ არავინ არ შევიდეს. არანაირი არგუმენტი, არანაირი მიზეზი და საბაბი არ მიიღება იმის გასამართლებლად, რომ პარლამენტში ვინმე შევიდეს. იმიტომ ის არ არის პარლამენტი. ალბათ ვერ მოსაკვეთია. არანაირი ინიციატივა ბატონო. ნაციონალური მოძრაობის ბატონო, არ ვიცი, ალბათ გაიმართება, თუ გაიმართება ჩვენ მივიდეთ მონაწილეობა. არ ნაციონალური ბატონო? არა, იქნება ღონისძიება, უბრალოდ დაგეგმილი. თუ ამას ნახავთ, ღონისძიება იქნება დაგეგმილი, სადაც შეიკრიბება ყველა ოპოზიციონერი და ხელს მოაწერს შესაბამის განცხადებას.